საბერძნეთში დააკავეს საერთაშორისო დაჯგუფების წევრი 29 წლის ქართველი კაცი, რომელიც 2020 წელს პროკურორის სახლში შეიჭრა. ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებული ათენის ცენტრში სხვადასხვა სახლის გაძარცვაშია ეჭვმიტანილი. ამერიკაში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის ქმარი რუს დასანქცირებულ ბიზნესმენებს სანქციების მოხსნაში იურიდიულ სამსახურს უწევს. ინფორმაციას დოკუმენტის ფოტოებთან ერთად ჟურნალისტი ლიკა ბასილაია შავგულიძე აქვეყნებს. ნიკოლოს კრეიზი ბოკელავაძის მიერ რუსული ეგრეთ წოდებული ქურდული სიმღერის ფონზე იარაღიდან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. ვიდეო თავად სუფრაზე მყოფებმა გაავრცელეს. ანაკლიაში გაკეთებული მეგობარი აქტის მხარდამჭერი გეოგლიფის გამო აქტივისტები გარემოს დაცვის სამსახურმა ახსნა განმარტებისთვის დაიბარა. პერფორმანსის ავტორებს ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში ადანაშაულებენ. მეგობარი აქტის წარწერის ავტორები ამბობენ, რომ ისინი გარემოს დაცვის სამსახურში მისვლას არ აპირებენ.